მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეოთი. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გვექნება, ვინაიდან უნდა დავაყენოთ სიჩქარეების გადამრთველის ეგრეთ წოდებული რიჩაგი და ასევე დავაყენებთ მის ახალ ჩიხოლს. ასე რომ დავჭით ჩვენთან და დავიწყოთ. მოკლედ ეს არის ჩვენი სტოკი გადამრთველი. თავისივე ტყავით, როგორც ხედავთ, მოდიდი არაფერი ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, გადამრთველია. უბრალოდ მე მინდა რომ დავაყენო აი ასეთი, რომელსაც არ აქვს აი ეს გვერდითა კნოპკა, ასე ვთქვათ, რომელიც ცოტა არ იყოს და რაღაც, არ მომწონს, რომ არ მოგეთხოვოთ. და ამის სისტემა არის როგორი, დააჭერთ ქვევით, დააჭერთ და გამოწევთ. ეს იქნება ფაქტიურად აი ამ კნოპკის შემცვლელი, ღილაკის შემცვლელი. აი ესე გამოიყურება მაგნუმის. ეს მაგნუმი რა ფირმა ასეთ არ გამიგია, მაგრამ ნახოთ. საკმაოდ ხარისხიანი ჩანს, შეფასებებიც კარგი ქონდა და ნახოთ რა გამოვა. ასევე ეს ბრაიდის ტყავი, რომელიც შეცვლის აი ამ ტყავს. როგორც ხედავთ, ეს არის ზამშივით ესეთი ზედაპირი, რეალურად ტყავია, მაგრამ ესეთი ფრიალად ტყავი არ არის, ამიტომ ცოტა შესანახად ისეთი იქნება, არაკომფორტული, ვინაიდან მთელი ჭუჭკი და მტვერი და რაღაც ზედა ადვილად დაეგრობა. მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს, ჩვენ გვინდა გქონდეს სპორტული ბრაიდის ტყავი, რომელიც პლუს 10 ცხენის ძალას მატებს, ამიტომ შეუდგეთ საქმეს. მოკლედ, რიჩაგი მოხსნილია, როგორც ხედავთ. ჯერ საჭიროა ამისთვის, რომ აი ეს პანელი გვერდიდან, აი აქედან, უკნიდან უბრალოდ ოდნავ ამოვაგდოთ, წყაფებზეა. ამ პანელის ამოგდების შემდეგ, აი ამ ადგილზე ქვევით აქვს კონექტორი. რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი. აი შუაშია ეგ. მაგრამ ეგ არ გვჭირდება მაგის მოხსნა მთლიანად. აქაც უნდა ამოვაგდოთ, აი ესეთი წყაფებზე არის, აქ ჩამოცმულია აი ეს ტყავი. და მე ეს უკვე მოვხსანი პრინციპში, მაგრამ ამასაც ამოვაგდებთ და შემდეგ აი ეს რიჩაგი აყენია აი ესე და მოკლედ ძლიერად უნდა ამოვქაჩოთ ზემოთ და ამოძვრება. არნაირი მიხრა, მოხრა და ასე ვთქვათ, ესეთი манипуляციები არაფერი არ შეიძლება, უბრალოდ კარგად უნდა ამოვქაჩოთ ზემოთ და ამოძვრება. ეს არის და ეს. რაც შეეხება დაყენებას, ეს პლასმასი ჩვენ დაგვჭირდება, იმიტომ რომ გავაკეთოთ ახალ ტყავზე, ისევე როგორც იყო აი ამ ძველზე. აი დავხედავთ ფეხები როგორ ქონდა აი გაკეთებული, უბრალოდ შიგნიდან იყო და მსგავსად უნდა გავაკეთოთ ახალზე, აი ამაზე, რომ დაიჭიროს კარგად. და პლუს კიდევ ერთი დეტალი არის, ეს დიამეტრი ჩვენი ახალი რიჩაგის, რომელიც აი ესეთია. არის ეს კნოპკის ფუნქცია ფაქტიურად. მოკლედ ეს დიამეტრი არის ცოტა დიდი, ვიდრე თვითონ კულისის და აი ესე მოკლედ განაობს. ამიტომ რამე უნდა მოუფიქროთ, ალბათ დიდი ალბათობით რამეს დავახვევ, აი ამ ადგილზე და ეს დარიგით გამოვა ყველაფერი რიგზე. მოკლედ გავიდა რამდენიმე დღე. მომიწია ესე იგი რომ გადამეკერებინა ეს ახალი ჩიხოლი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო და პრინციპში ძალიან კარგადაც გამოვიდა. რომ მეიტანოთ მკერავთან, ძველი აი ამის ზომაზე გადააკერინოთ, გამომშვენივრად ზუსტად ასე. ეს ასე ვთქვათ, ეს ნახურეთებიც გავუკეთეთ, მე როგორც ხედავთ, როგორც ძველს აქვს. იმიტომ რომ აი ამეებზე უნდა ჩამოიცვას, ასე ვთქვათ, და მან დაიჭიროს. პლუს წებო უნდა წაუსვათ აქ და წებოთი ჩაამაგროთ, მაგრამ ამას მე ჯერ არ გავაკეთებ, სატესტო რეჟიმში, ასე ვთქვათ, დავაყენებ ჯერ და ნახოთ, ასე ვთქვათ, როგორ გამოვა. აი ეს დიამეტრი და აი კულისის თვითონ, ასე ვთქვათ, სისქე არის სხვადასხვა, კულისა უფრო პატარა ვიდრე ეს დიამეტრი. აი გაჩვენებ თუ როგორ. აი ხედავთ ამას. ამიტომაც მოვიფიქრე რა, თავიდან მინდოდა რომ ამეღო თხელი შლანგი,
და ჩამომეცვა ამაზე, ანუ იმ ხელაზე ზუსტად რამ ხელაზე წარსულად შედის შიგნით ეს კულისა, მაგრამ ვერ მოძებნე ესეთი სისქის შლანგი, ანუ ძალიან თხელი შლანგი იყო საჭირო, ამიტომ ძველ მამაპაპურ ხერხს მიმართავთ, დავუხო იზოლაციას, იმდენს რომ გამაგრდეს, ასე ვთქვათ და აღარ იკანყალოს აქეთ-იქით. პლუს ამას როგორც ხედავთ აქ ეს ვინტების დასაჭერი ადგილები, ამითიც გავამაგრებთ. იმედია გამოვა. მოკლედ, ცოტა წვალების შემდეგ მივაღწიე საჭირო სისქეს, რომელიც უკვე აღარ ქანაობს, მყარად არის და დროა ჩამოვაცვოთ ჩვენი ჩიხოლი, დავამაგროთ და ნახოთ რა გამოსაბოლოოთ. მოკლედ, ბევრი წვალების შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ჯობია ისე ძველი ჩიხოლი დავაყენოთ და რატომ. ამ ახალ ჩიხოლს როგორც ხედავთ, აქ აქვს ესეთი გამოკრული, რაც კიდევ უფრო ისედაც თვითონ ეს ჩიხოლის გაცილებით როგორ ვითხრათ, მყარივით არის რაღაც სქელია უფრო. და ეს ლოგო უფრო ამყარებს აი ამ მონაკვეთს და ეს მონაკვეთი აი ამ მდგომარეობაში როცა ანუ ეს არის ტიპტრონიკში ასე ვთქვათ, სადაც უნდა ზევით სიჩქარე და ქვევით სიჩქარე. ანუ ქვევით სიჩქარეზე დაჟე აი ეს ტყავის, ქარხნული ტყავი, რომელიც თხელია, ქვევით ჩამოგდებაზე, ანუ საკმაოდ ისეთი ძალისხმევა გჭირდება, იმიტომ რომ აი ამ ადგილს უშლის უკვე. და ამ ახალი ჩიხოლით ზუსტად ეს ადგილი ედებოდა და ფიზიკურად შეუძლებელი იყო სიჩქარის ქვემოთ ჩამოგდება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ დავტოვოთ ტყავი ისევ ძველი, მაგრამ რიჩაკი იქნება ახალი. პროგრამა მინიმუმი მაინც გავაკეთეთ. ეხლა მთავარია უკვე დავაყენოთ, დავამაგროთ და პრინციპში ready to go. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. მადლობთ რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. იმედია მოგეწონათ და დაგეხმარებათ ეს ვიდეო. ვისაც არ დაგილაიქებიათ, აუცილებლად დაალაიქეთ. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეოა. მომავალ შეხვედრამდე.